საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. სასწაული კონცერტი დადგეს. თქვა გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე. ბიზნესმენი და მსოფლიო ჩემპიონი გორის საკრებულოს წევრთან და კიდევ 5 პირთან ერთად გორში არალეგალური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტების დამზადებისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ქარხანა გორში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. 16 წლის ბიჭი, რომელიც პროტესტის მონაწილეებს იარაღით დაემუქრა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაათავისუფლა. უწყებაში ამბობენ, რომ პისტოლეტი პნევმატური აღმოჩნდა. შემთხვევად 15 სექტემბერს მოხდა, რამდენიმე პირი მსვლელობის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. დაპირისპირება კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც არასრულწლოვანი მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა. პისტოლეტი მას აქციის მონაწილეებმა წაართვეს და პოლიციას გადასცეს. გერმანიის პოლიციამ მემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავა. ადგილობრივი მედია წერს, რომ კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თვითმფრინავში შეუსაბამოდ იქცეოდა. არ ემორჩილებოდა ეკიპაჟის წევრებს და შეურაცხყოფას აყენებდა მგზავრებს, რის გამოც პილოტმა მამაკაცი რეისიდან მოხსნა. საქართველოს 2026 წელს ოსკარის 98 დაჯილდოებაზე გიორგი სიხარულიძის ფილმს პანოპტიკონს წარადგენს. ფილმი საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს დათა ჩაჩუა, იასუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე ასრულებენ.